მე ვარ მიხეილ ვარშვილი, ვარ წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სახლ-მუზეუმში მენეჯერი. წმინდა გრიგოლ ფერაძე დაიბადა სოფელ ბაკურციხეში 1899 წლის 31 აგვისტოს. 13 წლის ასაკში გადმოდიან თბილისში საცხოვრებლად და სწავლას იწყებს სასულიერო კოლეჯში. იმ დროინდელმა სასულიერო პირებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გრიგოლ ფერაძე როგორც მოაზროვნე ახალგაზრდა მოარიდეს ბოლშევიკების თვალს, ასე ვთქვათ, და გაუშვეს რეგიონებში მასწავლებლად სამოღვაწეოდ. ხოლო გელათის მესამე კრებაზე უკვე გადაწყდა მისი ევროპაში, გერმანიაში გაგზავნა სასწავლებლად. მის პარიზში მოღვაწეობის პერიოდში მოხდა შემდეგი შემთხვევა, როცა ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაიტანა საქართველოდან განძი, ეროვნული საგანძური და ამ საგანძურის შეფასება გერმანელებმა დაავალეს წმინდა გრიგოლ ფერაძეს, როგორც საქართველოს ყოფილ მაცხოვრებელს, რაზეც წმინდა გრიგოლ ფერაძის დასკვნა შემდეგი იყო, რომ ამ საგანძურს არანაირი მატერიალური ღირებულება არ აქვს, გარდა ეთნოგრაფიული ღირებულებისა ქართული ხალხისთვის. ეს ფაქტი გახდა იმის საწინდარი, რომ დღეს საქართველოს დაიბრუნა ეროვნული საგანძური ხელუხლებელი. შემდეგ წმინდა გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს ვარშავის უნივერსიტეტში პროფესორად. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას განეცხოვებინა სტუდენტები ეროვნების მიხედვით. ერთ-ერთი მოსაზრება არის, რომ ებრაელების დახმარების გამო მოხდა გრიგოლ ფერაძის დასმენა გესტაპოსთან და გრიგოლ ფერაძის დაპატიმრება. იმ დროინდელ პოლონეთის მიტროპოლიტს უკვე ომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ბანაკში მყოფმა მიუტანა წმინდა გრიგოლ ფერაძის სამკერდე ჯვარი და სამღვდელო ანაფორა და მან მოუყვა წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრება ამ მიტროპოლიტს და ასე გახდა ცნობილი წმინდა გრიგოლ ფერაძის აღსასრულის შესახებ. გრიგოლ ფერაძის ევროპაში სწავლის პერიოდში აქტიური კონტაქტი ჰქონდათ კორნელი კეკელიძეს და გრიგოლ ფერაძეს და ცნობილია რამდენიმე წერილიც, რომელსაც კორნელი კეკელიძეს ugზავნიდა და რამდენიმე წერილში დანანებით აქვს ნათქვამი, რისთვის ვიწვალე ამდენი, რისთვის ვიტანჯე, თუ ვერ გამოვადექი ჩემს ქვეყანას. ესეთი სიტყვები თქვა ქართველებთან დაკავშირებით, რომ ქართველებისთვის სამშობლო და რელიგია ეს ორი მცნება იმდენად არის გაერთიანებული, რომ ამოძრავებს და აცოცხლებს ქართველს და ამ ორი მცნების გარეშე ქართველად უბრალოდ წარმოუდგენელია.